ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები შეიძლება პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს დონალდ ტრამპის მოწვევით და ვლადიმირ პუტინისთვის ძალიან რთული იქნება ასეთი ფორმატის უარყოფა. და როგორც ჩანს, ეხლა პუტინის ახალ მახეში ვირთხასავით მომწყვდევას ცდილობენ. ვლადიმირ ზელენსკი დიპლომატიურ პარტიას თამაშობს, სადაც პუტინს თითქმის აღარ რჩება ლამაზი გამარჯვების სვლები. უკანასკნელ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ის გააკეთა, რაც თავად მშვიდობის შესახებ საუბრის ჩარჩოს ცვლის. მან უბრალოდ კიდევ ერთხელ არ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან, არა. მან დაიწყო მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის შერჩევა ისე, რომ პუტინის უარი მაქსიმალურად სამარცხინოდ გამოჩენილიყო. და სწორედ აქ ამ დეტალებში იმალება მთელი არსი მიმდინარე მომენტის და ის, რატომაც ევროპაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მოლაპარაკებები შეიძლება უკვე ამ ზაფხულს დაიწყოს. მე მქვია ოლეგი, ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ, დაწერთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. გმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდით ჯერ ფაქტები. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში, რომელიც 14 ივნისს შედგა, განიხილებოდა რუსეთის, უკრაინის და აშშოროს ლიდერების სამხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად დავამატებ, იგივე ალასკაზე. ის ფორმულირება, რომელიც მან გამოიყენა, თავად აშშეროს ამხელს, ამერიკის შეერთებული შტატები. ჩემგან დავამატებ, მაგალითად იმავე ალასკაზე. ის ფორმულირება, რომელიც მან გამოიყენა, თავად ჩანაფიქრს ამხელს. ასეთი შეხვედრის ორგანიზება შეიძლებოდა შეერთებულ შტატებში იმ ფორმატით, სადაც პუტინისთვის ბევრად რთული იქნებოდა უარის თქმა, ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპისთვის. ეს არის მთავარი ნიუანსი. უკრაინა უარის თქმის თვირთს სხვაზე გადააქვს. ეხლა თუ პუტინი ამბობს არა, ან როგორც მან თქვა, არ უხედავ მოლაპარაკებების აზრს, ის არა ზელენსკის, არამედ პირადად დონალდ ტრამპს ეუბნება უარს. ანუ იმ ადამიანს, ვისაც კრემლი საჯაროდ ეთაყვანება, როგორც დასავლეთში ერთადერთ გონიერ პარტნიორზე, უბრალოდ ასეთ სიტუაციაში პუტინი უბრალოდ აგროვებს საკუთარ უარებს მოლაპარაკებებზე. რაც უნდა უბიძგოს დონალდ ტრამპს, ბოლოს და ბოლოს გადავიდეს ამ თავხედური ვლადიმირ პუტინის სახის დარტყმებზე. პარალელურად მიმდინარეობს მეორე ხაზი და ეს ევროპული. როგორც ცნობილი გახდა, უკრაინა განიხილავდა ამ საკითხს საბჭოთა კავშირთან, აშშ-თან და საფრანგეთთან. შესაძლებლობა შეხვედროდნენ რუსებს და პირადად ვლადიმირ პუტინს G7-ის სამიტის ფარგლებში, რომელშიც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო მონაწილეობს, სწორედ ამ დღეებში. ვლადიმირ ზელენსკიმ ამ კონკრეტული პლატფორმის ლოგიკა საკმაოდ პირდაპირ ახსნა. G7-ის სამიტზე დღეს დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი, ფრიდრიხ მერცი, კანადის ლიდერი. ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ყველა ერთად შეხვდეს ვლადიმირ პუტინს. დიდი მაგიდის გარშემო დასხდნენ და ბოლოს ყველაფერზე მოლაპარაკება დაიწყონ. გახსენებთ, რომ სამიტი ტარდება 15-დან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთის ევიანში, ჟენევის ტბის სანაპიროზე. და ზელენსკის თქმით, აშშ-ს დათანხმდა ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე მოწვევას, რომელიც უკვე ორშაბათს შეიძლება დაიწყოს. წყაროების ინფორმაციით, მოწვევა ერთდროულად რამდენიმე არხით გადაეცა. მეშვეობით შუამავლების, დიპლომატების, თუნდაც დაზვერვის და პირდაპირ რუსეთის მხარესთან. და პუტინი ისევ თავისას აკეთებს. ბოდიშით, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. რიტორიკის დონეზე პასუხი მაინც გაისმა და ის სრულიად დამახასიათებელია. პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ჩვენ ხო პირდაპირ იქ არ დაგპატიჟეს. ამბობს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ასეთი შეხვედრის შესახებ G7-ის სამიტზე პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა. მაგრამ მან არ ახსენა ის, რომ ასეთი მოწვევა კვლავ შუამავლების, დიპლომატებისა და თვით დაზვერვის არხებით იყო გადმოცემული. შემდეგ კი პესკოვმა ძველი მანტრა გაიმეორა. ამბობს, თუ ზელენსკი მზად არის ამ საკითხზე პასუხისგებლობითა და სერიოზულობით ისაუბროს, ყოველთვის შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, სადაც მას მიიღებენ. ანუ ერთადერთი ადგილი, რომელსაც პუტინი მისაღებად მიიჩნევს, არის აგრესორის სახელმწიფოს დედაქალაქი, სადაც მებრძოლი ქვეყნის ლიდერს წასვლა განსაზღვრებით შეუძლებელია. როგორც მიხვდით, ეს დიალოგზე მოწვევა არ არის. ეს არის გზა, რომ დიალოგს თავი აარიდონ, სახე შეინარჩუნონ და რუს ბრბოს აჩვენონ, თითქოს მათი ლიდერი ჯერ კიდევ ძლიერია. აი ნახეთ. მე ზელენსკის მოსკოვში ვითრო, ის კი არ ჩამოდის. მაგრამ სინამდვილეში გონივრული ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ლაჩრობა. ანუ პუტინი მშვენივრად ხვდება, რომ არავინ აპირებს ამ სუმიან მოსკოვში ჩასვლას და არასდროს არ ჩავა. ამიტომაც ამბობს, ჩამოდი მოსკოვში. ჩამოდი მოსკოვში, მიდი, რა იყო გეშინია? საკითხი ისაა, რომ ყველა ომი ყოველთვის მთავრდებოდა მოლაპარაკებებით ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
პუტინს უკვე პირდაპირ ეუბნებიან. მოდი შევხვდეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ადგილი, დრო, დაასახელე, მიდი. შენს ხარსიან მოსკოვში არავინ არ ჩავა. მორჩა დაივიწყე ეს. მაგრამ პუტინს ეშინია. ის უბრალოდ შარდავს შარვალში, როგორც პატარა ბიჭი. ეხლა ყველაზე მთავარი, რატომ არ მიდის პუტინის სინამდვილეში მოლაპარაკებებზე? აქ კრემლის საჯარო ვერსია და დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებები სრულიად რადიკალურად განსხვავდება. მოსკოვის ვერსია ალასკის გარშემოა აგებული. ლავროვმა გუშინ 15 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი იმედოვნებს იმ შეთანხმების შესრულებას, რომლებიც პუტინმა და ტრამპმა 15 აგვისტოს გასულ წელს ანკორიჩში მიაღწიეს. და რომ ამ შეთანხმების ძირითადი კომპონენტები თავად აშშ-შუმ შესთავაზა, ხოლო პუტინმა უბრალოდ მიიღო ისინი და თითქოს თუ ეს არ არსებობს, მაშინ პუტინს არც არავისთან შეხვედრა და საუბარი არ უნდა. პრობლემა იმაშია, რომ ალასკაზე ამ შეთანხმებების არც ერთი გამოქვეყნებული ტექსტი არ არსებობს. ზუსტად რაზე შეთანხმდნენ რუსეთის მხარე საჯაროდ არ ამბობს. და ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაცია, ხაზუსომ ინტერპრეტაცია, თითქოს ტრამპმა დათანხმდა რუსეთისთვის მთელი დონბასის გადაცემას. თუმცა ტრამპი ასეთი შეთანხმების არსებობას საჯაროდ უარყოფდა. და აი აქ კრემლის თამაშის მექანიკა შემდეგში მდგომარეობს. მოსკოვი იყენებს ოფიციალური დოკუმენტის არარსებობას, რათა შემდეგში იმ ალასკაზე შეხვედრას მისთვის სასარგებლო შინაარსი მიაწეროს. და წარმოაჩინოს რუსეთი მშვიდობისთვის მზადად, როგორც მხარე, რომელსაც თითქოს და ვერაგულად ატყუებენ. ეს იგივეა, როგორც დაუბანელი რუსეთი იყენებდა თითქოს და ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოების სიტყვიერ დაპირებას უკრაინაზე თავდასხმის საბაბად. კიდევ ერთხელ, როცა რუსები ამბობენ, რომ ნატო ოდესღაც დაპირდა აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ყოველთვის ჩნდება კითხვა, სად არის დოკუმენტი, სად? და აი რუსები ამბობენ, რომ თითქოს და სიტყვიერად დაპირდნენ. ჩვენ სიტყვიერად დაგპირდნენ და ეს დაპირება არ შეასრულეს. იყო ასეთი დაპირება, არავინ იცის. იგივე ხდება ახლა ალასკის საკითხთან დაკავშირებით. იყო თუ არა შეთანხმება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დონბასის შესახებ, არავინ იცის. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. და ახლა რუსები ამბობენ, რომ სიტყვიერად დაგპირდნენ, რომ ასე იქნება. ამიტომ ველოდებით იმ შეთანხმებების შესრულებას, რომლებიც შესაძლოა არც კი არსებობდა. დასავლეთის ანალიტიკური ცენტრები ამას სრულიად სხვანაირად ხედავენ. მაგალითად, ომის კვლევის ინსტიტუტი ასე აყალიბებს. უკრაინა კვლავ აჩვენებს, რომ ლიდერების შეხვედრისთვის მზადაა. მაშინ როცა კრემლი აგრძელებს მაქსიმალისტური სამხედრო მიზნებისკენ სწრაფას და მოლაპარაკებების წარმოების სრული სურვილი არ აქვს. ზელენსკის 4 ივნისის ღია წერილზე, სადაც ის ცეცხლის შეწყვეტასა და პირად შეხვედრას თავაზას თავაზობდა, პუტინმა უპასუხა, რომ წერილი მხოლოდ ზედაპირულად ნახა და შეხვედრას აზრს ვერ ხედავს. ამასთან, როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი არნიშნავს, არც აშშ-მ და არც რუსეთმა არ გამოუქვეყნებიათ არანაირი განცხადება ან კომუნიკე ალასკაზე თითქოს და მიღწეული შეთანხმების შესახებ. და კრემლი კვლავ და კვლავ იყენებს ოფიციალური დოკუმენტების არარსებობას. პრობლემის ძირი თავად ვლადიმირ პუტინის დამახინჯებულ სამყაროს ხედვაშია და ეს შესაძლოა ყველაზე შემაშფოთებელი დასკვნა საერთოდ მთელი ამ ისტორიის განმავლობაში. პუტინი კვლავაც ჯერა, რომ რუსეთის სამხედრო გამარჯვება გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები საპირისპიროს მიუთითებს. ომის შესწავლის ინსტიტუტი პირდაპირ აყალიბებს დიაგნოზს. პუტინის განცხადებები ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე შეუთავსებელია არსებულ ფაქტებთან, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა პუტინს არ აწვდის სანდო დაზორვას რეალურ მდგომარეობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი, რომლისგანაც ომის დასრულება დამოკიდებულია, გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი გენერლების მიერ დამუშავებულ მოხსენებებზე დაყრდნობით. ზუსტად ამიტომ ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის ნეჟელობა შეამციროს სამხედრო ხარჯები და დაასრულოს ომი. მიუთითებს იმაზე, რომ ის თვლის თითქოს ახლო ან საშუალო პერსპექტივაში გამარჯვებას შეძლებს. მაგრამ ასე იყო 2025 წლის დასაწყისშიც, მაგრამ პუტინმა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა გამარჯვება. მაგრამ რეალობა კრემლისთვის სულ უფრო უარესად ვითარდება და ამის შესახებ უკვე თავად ზელენსკიც საუბრობს და ფაქტობრივად ამას ციფრებიც ადასტურებს. დღეს ზელენსკიმ კაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინას უკვე აქვს ის საჭირო კოზირები ხელში. რუსეთის ჯარები ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას 12 მიმართულებით გაზაფხულ-ზაფხულის შეტევის დროს, თუმცა თითქმის ყველგან ინიციატივა დაკარგეს. რუსების ნელი წინსვლა მხოლოდ 2-3 მონაკვეთზე ფიქსირდება, სადაც რუსეთმა უზარმაზარი რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკა მოიყარა. და სწორედ აქ იბადება ლამაზი სიმბოლური ფრაზა, ასე ვიტყოდი 2025 წელს. თეთრ სახლში ტრამპმა ზელენსკის სწორედ ის ფრაზა უთხრა, რომ თითქოს უკრაინას ამ ომში კოზირები არ აქვს. ეხლა ზელენსკი ფაქტობრივად პასუხობს, რომ ბარათები გამოჩნდა. მისი თქმით, უკრაინა საშუალო და დიდი მანძილის დარტყმებში რუსეთზე უკეთ გამოიყურება.
ამ წელს დაგეგმილია დაახლოებით 10 მილიონი დრონის წარმოება, ხოლო შესაძლებლობების საშუალებას იძლევა ეს რიცხვი გაორმაგდეს და 20 მილიონს მიაღწიოს, მაგრამ ამისთვის ფულია საჭირო. სტაბილურობის საკრდენად მან ასევე დაასახელა პარტნიორების გადაწყვეტილება, გამოკონ 80 მილიარდი ევრო ევროპული მხარდაჭერისთვის. და სწორედ ეს სამხედრო ფონია ნამდვილი პასუხი კითხვაზე, რატომ არიდებს ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას. ლოგიკა ძალიან მარტივია. ნებისმიერი მოლაპარაკება ყოველთვის აფიქსირებს სტატუს-კვოს, ხოლო რუსეთისთვის სტატუს-კვო ყოველთვის უარესდება. რას გულისხმობთ? დამწვარი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები, დამწვარი ტერმინალები, ნავთობის გადამუშავება რუსეთში 16 წლიან მინიმუმზეა. სამხედრო ხარჯები უკვე რუსეთის ბიუჯეტის ნახევარს აჭარბებს. ეხლა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ნიშნავს? ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ბლიცკრიგი გადაიქცა გამოფიტვის ომში, რომელსაც რუსეთი ეკონომიკურად აგებს. ამიტომ კრემლი ირჩევს გაჭიანურების ტაქტიკას, რაღაც შეთანხმებების საფარქვეშ იმ შეთანხმებების, რომლებიც არავის უნახავს. მოკლებადაში მოლაპარაკებები შედგება თუ არა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არა. G7 სამიტზე ნამდვილად არა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უახლოეს მომავალში ალბათ ასევე არა. ევროპელი ლიდერები ახლა ცდილობენ დაარწმუნონ დონალდ ტრამპი გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე და მხარი დაუჭიროს მაგალითად უკრაინისთვის უპილოტო აპარატების ერთობლივ წარმოებას. და სწორედ ამაშია მთელი ამ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების საბოლოო აზრი. უკრაინა დიპლომატიას გადახავს რეჟიმში, სადაც მოსკოვის ყოველი უარი საჯაროდ ფიქსირდება დონალდ ტრამპისა და მთელი ევროპის თვალწინ. ანუ ზელენსკი აღარ ცდილობს დაყოლიებას, ის ზრდილობის მახეებს აწყობს. დიპლომატიაში არსებობს ასეთი ტერმინი, ზრდილობის მახე, საიდანაც პუტინის ნებისმიერი გამოსვლა მთლიანად გაქცევად გამოიყურება. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში არ დაიწყება, არა იმიტომ, რომ არავინ არის, ვისაც ეს შეიძლება შესთავაზო, ან ამისთვის პლატფორმა არ არსებობს და ასე შემდეგ. არა, ისინი არ დაიწყება. უბრალოდ იმიტომ, რომ კრემლში მყოფ ადამიანს ძალიან ეშინია აღიაროს, რომ ის უკვე მოხუცი, ძალაგამოცლილი ბერიკაცია, რომელმაც უკვე წააგო. აქ წერტილებს დავაშრომ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა. ამისთვის მადლობას გეთქვით. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.